მე ვარ ნინო ქურასბედიანი და ორგანიზაციებს ვეხმარები, სწორად შეაფასონ და დანერგონ პერსონალური მონაცემების გამოყენების პროცესები. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით ორგანიზაციებს ევალდებულებათ მეტი სიფრთხილის გამოჩენა პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით, ჩვენი ადამიანების პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით, რადგან დღეს ციფრულ სამყაროში ძალიან დიდი მოცულობის პერსონალურ მონაცემებს ფლობენ ისინი, მათ შორის ზოგიერთი არის ძალიან სენსიტიური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მონაცემებს ძალიან მატრავირებელი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, თუ კი არასწორად მოხდება უკანონოდ, უსაფუძვლოდ მათი გამოყენება, იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მონაცემების დამუშავების პროცესები, რამდენად ლეგიტიმურია, რამდენად სწორია. მნიშვნელოვანია ორივე პერსპექტივიდან შევაფასოთ ეს პროცესი. ერთი, როგორც ორგანიზაციული პერსპექტივიდან, ბიზნეს ინტერესიდან, საზოგადოებრივი ინტერესიდან, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან და მეორე, იმ ცალკე აღებული ფიზიკური პირის, ადამიანის ინტერესიდან. 2016 წელი იყო, როდესაც პირველად მოვხვდი ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. შესაბამისად 2016 წლიდან დღემდე პარალელურად ამ სფეროში ვსაქმიანობ, როგორც პრაქტიკული კომპონენტის თვალსაზრისით, ასევე ვეწევი აკადემიურ საქმიანობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით. ვუზიარებ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს ჩემს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქმიანობამ მასწავლა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია გქონდეს შეგრძნება, როგორი ფასეულია თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება, როგორც კი ჩვენს თავს წარმოვიდგენთ, სხვა ადამიანების ადგილზე ავტომატურად უფრო მგრძნობიარე ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად მეტად ფრთხილები ვარ. რადგან პერსონალური მონაცემების დაცვის სფერო ვირტუალური სფეროა, სამწუხაროდ სიმძაფრეს ვერ აღვიქვამთ. შესაბამისად თითოეულ ადამიანს აქვს ვალდებულება გახდეს შედარებით ფრთხილი, დაკვირვებული როგორც მისი პერსონალური მონაცემების მიმართ, მისი ოჯახის წევრების გარშემოყოფების პერსონალური მონაცემების მიმართ. რეალურად სოციალური ქსელი დღეს არის სივრცე, რომელიც ერთის მხრივ გვეხმარება გავუზიაროთ ჩვენი ემოციები, შთაბეჭდილებები, გამოცდილებები საზოგადოებას და მეორეს მხრივ არის ძალიან დიდი საფრთხე, სადაც გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება იქნეს კანონის დარღვევით გამოყენებული. ძალიან ბევრი ფაქტი ყოფილა, როდესაც გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოქცეულან კონკრეტული პირები, მათ შორის პირადი ურთიერთობების ფარგლებშიც გაზიარებული ინფორმაციის, ფოტოსურათების და ასე შემდეგ. შესაბამისად არის პროცესები, რომლებიც დანაშაულშიც გადაიზრდება ხოლმე და არა მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს, არამედ ცეცხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ფარავს ამ პროცესებს, თუმცა ამ უმტკივნეულო შედეგსაც შეუძლია მიგვიყვანოს მათ შორის დანაშაულის რისკებამდე. ერთია სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც დგება კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, მაგრამ მეორეა ის მორალური ზიანი, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ვერანაირი პროცესით ვერ გამოვისყიდოთ და შევაფასოთ. პერსონალური მონაცემების სფეროს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი და ამას ყველგან ვაზიარებ, რადგან იმ წუთიერი მატრავირებელი შედეგი ამას არ მოაქვს, სიმძაფრეს ვერ აღვიქვამთ პროცესების, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ თვითონ, ზოგჯერ ჩვენ დაუნებლიეთ ისეთ ინფორმაციას ვაზიარებთ, რომელიც შეიძლება უბრალოდ არ გქონდეს სურვილი მომავალში თვალსაჩინო იყოს, ცოტა მეტად დავფიქრდეთ, ვიფრთხილოთ ამას რა ნეგატიური შედეგი შეიძლება მოყვეს, მით უმეტეს თუ საქმე ეხება მცირე წლოვნებს, არასრულ წლოვნებს, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ამას შეიძლება ძალიან მავლე ზეგავლენა იქონიოს გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ერთ-ერთი წამყვანი როლის მატარებელი არის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეაფასო პროცესები. თუმცა პირველი, რომელიც ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია, არის ის, რომ უკვე მგრძნობელობა უნდა ჰქონდეთ და გულშემატკივრობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს. მუდმივი ცოდნის განახლება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება არის საუკეთესო შესაძლებლობა იყო მოწინავე ამ სფეროში.